შენ მოგეწონა? ხაჭაპური არ ვიცი, მაგრამ სიძე მომეწონა ძალიან. ეს შეკა. კაცრა. ხოშე რა დღეში რა ამბავია მიატეხე არა ამბავი ხო შემოგისწარი აი ეხლა რა შემომისწარი სად შემოგისწარი და შენ დამლაგებელთან როგორ მღალატო ჩემი ოთახი ხო ნახე რა დღეში რას გავს იქაური აქ შეხედე აი ტვერი ზემოთ შეხედე აბლაბუდები არ არის ეხლა ეგ დამლაგებელი ესე იგი მე ორიენტაციის უნარი მაქვს. რაღაცა სასწაული რა. მე სამხედროში ხო ვიყავ. ესე რო ჩამაგდო შუაგულტყეში. სადაც ამ ჩამაგდო შანსი არ ვარ გამოვაგნო რა. ყველაფერს ვაგნებ ვაფშე. ესე იგი გეოგრაფია და რუკები და ისენ კარგად იცი შენ? კი კაცო. გასმელა. ანუ ახლა იდი გუიზე რო გაგჭო ხომი აგნე. აი ღობი. ასე გასწრებს ლაპარაკობაზე. დაუშ ჩავუღარე. დალარის გაბი. რატომ ცემეცოლი ქორწილების მეორე დღეს? ქალიშვილი არ იყო და ამიტომ. და მაშინ პირველ დღეს არ ვარცე. პირველ დღეს იყო. Rama interesებს იცი. რატო ხრავ ხოლმე სექსის დროს? რა ვიცი მე. ყველა უხრავს სექსის დროს. ხო, მაგრამ ვაიმე დედა ეს რა დაგვემართა. ვაიმე დედა ეს რა უბედურება შემომთხვა მარტო შენი ძაღლის სექსის დროს. ყველა თავისებურად გამოხატავს. აი ვნებათა ხელვად რა. საყვარელო ნახე პანჯარაში ძროხა იყურება. ძროხა. საყვარელო, ეგ ძროხა კი არა შენ ხარ. და მეორე. ეს პანჯარა კი არა, სარკეა, სარკე. აი ხო. მართლა სარკეა. ჩამოვდივარ და დაგხვდები გასხვევით ვარ. ძალიან მეწყინა, ძალიან. იცოდა ერთი წლის სიცოცხლე რო ქონდა დარჩენილი? არა უმალავდით. არ იცოდა ალბათ რო იყო? არა უმალავდით. მაგასაც უმალავდით. ძალიან წივილ-კივილით არ შეხვიდეთ, რა თუ შეიძლება. რომ მოკვდა მაგასაც უმალავდით და
გამარჯობა, ვაკეში მინდა გასვლა რა. რანერი ხალხი ხართ რა. ეხლა მოვდივარ ვაკედან. მითხარი ცოტა ადრე რა. არ შეიძლება ცოტა ადრე რომ მითხრათ. დაჯექი და წაგიყო. დადი მოდი, დავიღალე და დაჯექი. დაჯექი და წაგიყო. ეხლა მოვდივარ ვაკედან, ახლა კიდე დავდევნა და. ახალგაზრდა, ძალიან ბევრი გაცდენები გაქვს. ხვალ მოიყვან მამას. ხვალ ვერ მოვიყვან მას. ზეგ? ერთ ზეგ. ნუ მაშინ ხუთშაბათს. ხუთშაბათს გასვენება უკვე მას. ერთ კვირაში ვთხოვდები. კილოცავ. ჩემი გათხოვებით რამდენი კაცი გაუბედურდება? და ბევრს მიყვები ცოლად. კარგია. ძალიან კარგია. აბა ერთი პირი გამიღეთ. კარგია. თვალი მანახეთ. ეს. კარგია. ეხლა მე თქვენ გამოგიწერთ ორ აპს. დიახ. ერთს დავლებთ ცილის წინ. დიახ. და მეორეს თუ გაიღვიძებთ იმ შემთხვევაში. დიახ. ბიჭებო, გუშინ მაგარი გოგო გავიცანი რა. აი ძალიან მაგარი გოგო. ერთად წავედით კინოში. კინოში დავპატიშე რა. კი უნდა რომ გამოვედით, მე მაგარი სუნა მოუყიდე, ძალიან მაგარი სუნა, ძვირფასი სუნა, რა მაგრად გაუხარდა. სათითოდ შეეული ვარდები მივართვი რა. აი თითო ისეთი ხოშ გემრიელი ვარდები, ესიამუნა მაგრად. მე წავიყვანე რესტორანში რა. მაგარი სუფრა გავშალე. ეს დამკვრელები მოვიყვანე ამის ირგვლივ დავაყენე და ამისთვის ვამღერებინე რა გამიგე მაგრად ესიამო აი გადავყევის მაგარი პატივი ვეცი რა რესტორანიდან რო გამოვედით და საჩუქრად კიდე მაგარი სამკაული მივართვი რა ძვირფასი ნომისმენი ბოლოს რაკი მოჭრე არა არ გამოდიოდა რა ისე თუ არაფერს არ უპირებდი მაშინ ჩემი ძოლი წაგეყვანა მომდედა ატირებოს და მე გადავატყავე დღეს ყველაფერი ამაზე რა გახდა ის დაცვადი აქამა კაცო და დავდებ დააგდე მე იქან გაუმარჯოს. ძალიან უწუთი. კი. მანქანა დავამტვრიე ბიჭო. რა მოვიდა? ამოვიდა და ვარკეთილის ხიდები რო არის, ხო იცი? ხო. მაქედან გადმოვხდი და ჩავრთი ავტოპილოტი, მაგრამ აბა სად არის პილოტი? ჩამოვარდი პირდაპირ დავინასწრე ძიეს. იშველი რამე თორე. ისე მიყენი. მინდი ბიჭო ეხა და უთხარი. იცოდე უბანში გაგიბაზრებ შენ ძმობას ვიცავ. უკაი გავიგე ხო და ვშოვა ეხა იმენა ეხა ითვალებს ხუჭაო და იმენა ვერ უნები. მინდი ძმაო მე აქაო მინდი. კაი. აუ მინდი აბაკო. ერთი პრეზერვატივი მომეცით რა. უკაცრავად? ერთი პრედნიზოლონი? ახლავე. უკაცრავად. ხო, პრედნიზოლონი. ათილოი. ნერვიული ზვაგაცი ხო მაგისთვის მინდა. პრედნიზოლონი, ხო პრედნიზოლონი. აგესვი.
ბრალდებულო. თქვენ გალახეთ ჟურნალისტი ჩხეიძე. რატომ? რატო ბატონო მოსამართლე და მე იდეაში მოვიპარე 45,000. ამ ვიგინდარა ჟურნალისტმა დამიწერა რომ ვითომ მე 50,000 მოვიპარე. თქვენ იცით ჩემაცოლმა 5,000-ის გამო რა ამბავი დამაწია? მეუბნებოდა გინდა თუ არა ქალებში დახარჯო. თქვენ გონიათ ეხლა მე რა? მაგას შევარჩენდი იმას ჟურნალისტს რა გვერია? ჩხეიძე თუ ვიღაც. აი რა გაუმარჯოს გიოს. გაუმარჯოს. აუ, ჩამოჯდები და ვისვენებ ცოტა. დაგჭირს ბიჭო თავზე. ბიჭო. ამიდორი მესროლად სოლო. ამიდორი? ო. მე პამიდორმა გაგიტეხა თავი შეგაცო. არა ბიჭო 3 ლიტრიან ბანკაში იყო ეს პამიდორი. შენა საბუთები გადაამოწმე და შემომიტანე. ეხლავე. ისე სხვათა შორის წინა მდივანი 1-20 ჯერ მაინც ასწრებდა ყოველდღიურად ჩემთან საბუთების შემოტანას. 20 ჯერ? 20 ჯერ. და აბა რატო გაუშვით? ერთ-ერთი შემოტანისას ჩემმა ცოლმა შემომისწრო და მაგით. ცოცხალი მოაქვთ გიჟდები თემზე. მეტად ჩადგმით იქნება თუ ჩამოტარებით. ცოცხალი არ ვიცი, მაგრამ პატარძალია ჩამოტარებით. მაგოც ქორწილში მეოთხე თვარ უკვე. შეგიძლია ალაგო. ესეც საივე. ისე მართალია რომ ამბობენ კლიენტებს რაც რჩება მე ამას მიმტანები ჭამენ. არა ეგ პირიქით არის. არაცხვენია შენ ნამუსი გაქვს 17 წლის გოგოსთან როგორ ქონდა სექსი? ბატონო გამძებელო. კაი გოგო იყო და წლიური გოლები არ ქონდა ხალხი მას უნდა მეთვალა და საიდან მიხდებოდი მე? და მე ისე. როგორ ჩუქეთლა 9 წელს თვალმე და წრიული გოლი. და რაც თავარია უკვე ერთი ბოქსი გამოდის თამაშში და სამზე მატჩები. შენ როგორი ქალები მოგწონს ჭკვიანები თუ ლამაზები? ნახოთ. არც ერთი. მე შენერი ქალები მოგწონს. საწყალი.
როდის გარდაიცვალა ცხონება? დილის 4 საათი იქნებოდა რა. დილის 4? მაგისთვის გაიღვიზა ცხონებულმა. ტიტანია ამ თვარი შუქზე აღბედად შეგხვდი. გასავთ დამაგვიანდა. რატომ დაიგვიანე? იცით, ჩემთან სახლში ჩხუბობდნენ და აი მაგიტო. ხო და ხვალ მამას მოიყვან. ვის? მამა შენს. იცით, აი ზუსტად მაგაზე ჩხუბობდნენ სახლში. მაგას არ ყვევდნენ. მამა ჩემს. გამისწორე. ой, გოგო, შენ რძალი ვნახე იმ დღეს. ისეთი მოკლეკა ბაეცვა, გავიიშდი. იცი რა, არ დამაცადეს. თორე ეგეც არ ეცმეოდა, სულ შემოვახევდი ბოლო. ვიდი გაასწორო თავი. ბატონო თემურ, აი ეს საინტერესო პაციენტი რომ მყავდათ, აკვიატებული შიშები რო ქონდა, მომკლავენო, თუ გახსოვთ, ხო? როგორ არის ხო არ იცით? კაცო, გავკურნეთ და გავუშვით. ბოლო პერიოდში აღარ ქონდა საერთოდ შიშები. საწყალი. საწყალი რატომ? გავუშვით თუ არა მეორე დღეს მოკლეს. გილოცავთ თქვენ დაგიმტკიცდათ 30000 ლარის სესხი. დიდი მადლობა. თქვენი კუთვნილი 15000 ლარი შეგიძლიათ ნებისმიერ დროს აითვისოთ. ჩვენ საკომისიოს გამოკლებით თქვენ 7000 ლარს დაგისვათ პირდაპირ ანგარიშზე. ან თქვენ შეგიძლიათ ბანკომატიდან გამოიტანოთ, ბარათზე დაგისვათ და მთლიანად საკომისიოს დაგვითვით, ბარათითვე ისარგებლეთ თქვენი 1000 ლარით. მაგრამ თუ აქედანვე გინდათ გაიტანოთ, პირდაპირ მიბრძანდებით სალაროში და 800 ლარს გაგატანოთ. გილოცავთ. ბიჭო, ჩემი შეყვარებული არის ტუპისცალი. და თავიდან ძლივს ვასხოვებდი ერთმანეთსაგან რა. მართლა? მე რა ქენი? მე რა ვქენი და მიზმას გიორგის თხოვე წვერი მოეშვა რა. გენაცვალე, ინებეთ, დავწერე ნომერი და გავდიო რამდენია ჩემზე. ხა ერთი ხამე იყავით, ხო? დიახ. 82 ლარი. კი ბატონო, ერინებეთ. ой, ხურდა არ მაქვს და იქნებ სხვა კუპიურა მომცეთ. სამწუხაროდ სულ 100 ლარიანები მაქვს. იქნებ 15 წუთიც გაჩერდეთ და ბარი 100 ლარი გამოვა. დავამკვალოთ. ჩამოჭიქით. გამარჯობათ ბიჭებო. აუმარჯოს. ავტობუსი ხომ არ ჩამოუვლია? არა ჯერ. რას გამოწყობილი ხარ ვალენის გენდივით? ქალაქში მივდივარ. რა გინდა ქალაქში? კრედიტი უნდა ავიღო. კრედიტიც უნდა აიღო, მაშინ შენ აი ფილტრიანი საუფროსო სიგარეტი გექნება და მომაწევინე. ფილტრიანი სიგარეტი რო არ მაქვს, იმიტომ უნდა ავიღო კრედიტი. გაჩლათ ზოროთის გამგებელი. გამარჯობათ, ლეიტენანტი აფხაზავა. თქვენი საბუთები თუ შეიძლება?
იცი თქვენ დაარღვიეთ და წითელზე გაიარეთ. აი მე ვიცი, მაგრამ წითელი ჩემი საყვარელი ფერია და თავი ვერ შევიკავე. გაუმარჯოს. ბიჭო, რა არის ეს? ბუმერანგი. გადააგდი აქინა, რადგინა, ხო ხედავ ხელს გჭირს. აჰა, და თუ კაია შენ გადა. ეშველება რამე? აი, ეშველება კი. მოვისმინე ახლა მაშინ. ხო. წახვალ ახლა შენ ელიაოზე. ხო. ნახავ 27 მაღაზიას დაშლილებში. 27 ხო. იკითხავ გიას. ამ გიას რო ნახავ, მე დამირეკავ და დამალაპარაკებ. აჰა. და რა ნაწილი არის, რა უთხრა თუ? ნაწილი კი არა, ბიჭო, 6 თვეა მაგ გიას ჩემი ვალი აქვს, რომ ნახავ გავაპობ შუაზე. იგი წადი შეიძლება აკეთებს ძგეონი ამას მოვიხდა გია ხო გია გამარჯობათ ასპირინი მინდა თუ შეიძლება ვაი მე იცით ასპირინი აღარ გვაქვს მაგრამ გვაქვს ძმარი შალის წინდები თხის კონი კომბოსტო და თუ საჭიროა შელოცოც ვიცი. აი, ეს არის ჩემი ბრალდება პატივცემულო მოსამართლეო. და თქვენ ბრალდებულო რამეს ხომ არ დაამატებთ თავის გასამართლებლად? ვერაფერს ვერ დავამატებ ბატონო მოსამართლე. რაც გქონდა, სულ პროკურორს მივეცი.